105 წელი ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან წიწამურში ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილზე აღმართულ ობელისკთან პარაკლის კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე დაესწრო მანამდე წიწამურში ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების სიმბოლური მსვლელობა დაიმართა. კოალიციის განცხადებით დღევანდელი აქცია სიმბოლურია, რადგან ქართული ოცნება იმ გზით მიდის, რომელიც წმინდა ილია მართალმა განვლო. მსვლელობა თბილისიდან დაიწყო და წიწამურთან ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილზე აღმართულ ობელისკთან დასრულდა. დღეს წიწამურში ქართული ოცნების ლიდერიც ჩავიდა. საუბედუროდ დღეს ისევ გვიწევს ილიას ოცნებებზე ზრუნვა, ისევ ვიღვწვით ჩვენ, რომ ილიას დიდი ოცნება, რომელიც დღევანდელობასაც ეხმაურება, ჩვენ შევძლოთ და რეალობაში მოვიყვანოთ. ილიას ოცნება იყო, რომ საქართველოს ყოფილიყო ღირსეული წევრი თანამედროვე განვითარებული კაცობრიობისა, პროგრესული კაცობრიობისა. და ადამიანის, რომ თავისუფალ ადამიანს შეეძლო ხოლო თავისუფალი სახელმწიფო ჩამოაყალიბებინა და ყველაფერზე ამაზე დღეს სამწუხაროდ ჩვენ კიდევ გვიწევს დიდი აქცენტების გაკეთება.